წარმოგიდგენთ რუბრიკას ქუცნაშვილი ქუცნაშვილზე. 2015 წლის 12 თებერვალს ქუცნაშვილი ამბობს: ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას. 2015 წლის 5 ივნისს ზაქარია ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც მიაჩნდა სწორად ქვეყნისთვის. 2017 წლის 9 მარტი ზაქარია გადაწყვეტილების მიღებისას არგუმენტებზე ფუძნება. 2019 წლის 3 იანვარი ზაქარიამ შიშარაკაცი არ არის, მე ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა. ანუ ზაქარიას აზრით ქუცნაშვილი არის სუპერგმირი ადამიანი ქუცნაშვილი, რომელსაც ყოველთვის აქვს არგუმენტებზე და ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული თავისი აზრი, რასაც უშიშრად ეუბნება საზოგადოებას. ცალკე საკმაოდ ფართო ჟანრია ზაქარიას განცხადებები ბიძინაზე, რომლების მოსმენისას ან გაგეცინებათ, ან გული მოგილდებათ. მაშა ასე ქუცნაშვილი ივანიშვილზე. 2013 წლის 29 აგვისტო ქუცნაშვილი: თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, არ იქნება ტრაგედია. ეს მაშინ თქვა ბიძინა რომ პოლიტიკიდან მიდიოდა. დაბრუნებამდე. თორემ აბა ახლა თქვას რომ ბიძინას წასვლა ტრაგედია არ იქნება. 2014 წლის 2 დეკემბერი ქუცნაშვილი: მე არ მინდოდა დეპუტატობა, ბატონმა ბიძინამ მომისაჯა. წამებულია ფაქტიურად. 2018 წლის 3 მაისი ზაქარია ქუცნაშვილი: ბატონი ბიძინა შაქარიას მეძახის მოფერება. გაბრაზებით რას ეძახის ხოლმე. 2018 წლის 23 ივლისი ქუცნაშვილი: ბატონმა ბიძინამ შაქარია 6 წლის წინ დამარქვა. არ ვიცი ასე რატომ მეძახის. ჭკვიანი კაცია ზაქარია. ზედმეტ კითხვებს არ სვამს. და ისე გარანტირებულად არ სვამს, რომ უბრალო კითხვებსაც არ სვამს. 2019 წლის 27 თებერვალი ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილი თავად არის თავისუფლების წყარო. მაგრა და თავისუფლებს ხალხს ამ ბოლო დროს. 2019 წლის 27 თებერვალი ბატონმა ბიძინამ დეპუტატებს უთხრა: გინდა დარჩით, გინდა წაბრძანდით და თუ დაჩაგრულის იმიჯი გესია მოვნებათ, საერთოდ გაგრიცხავთო. და მესამე ბოლო კატეგორია, სადაც ზაქარია უბრალოდ რაღაცეებზე ლაპარაკობს. ქუცნაშვილი სხვა ყველაფერზე. 2015 წლის 22 ივლისი დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს, რომელმაც წინადღეს იბიარძე სისულელეები იბოდიალა, ქუცნაშვილი ასეთი განცხადები დამხნევებს: არა უჭირს, არ ცოდნა, არ ცოდვა. შეგახსენებთ, რომ ამას დეპუტატი ამბობს დეპუტატზე. 2018 წლის 8 მაისი ზაქარია ქუცნაშვილი მარიხუანაზე: მოწეული არ მაქვს, გასინჯული მაქვს. აგ არ ვიცით მართლა რა იგულისხმა, მგონი მანაგუა აქვს დალეული. 2018 წლის 23 ივნისი ქუცნაშვილი: პარლამენტში შესვენების კულტურა არ არსებობს, ხშირად სადილის გარეშე ვრჩები. 2018 წლის 23 ივლისი ქუცნაშვილი: ყველა გურმანს ურჩევ, უპირატესობა მწვანილიან ხინკალს მიანიჭო. და 2000 მაგარი საქმიანი განცხადება. და 2018 წლის 23 ივლისი სუქნები ძალიან კეთილი ადამიანები არიან. ისინი მომწონს და მიყვარს. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ გინდათ ნახოთ ჩვენი ვიდეოები, დაალაიქეთ ჩვენი პეიჯი. თუ არ გინდათ ნახოთ, მაინც დაალაიქეთ და ვიდეოები რომ ჩაერთვება თვალები და ხუჭი.